გამარჯობა. ეთერშია გადაცემა თვალსაჩინო. დღეს მე ლევან ვასაძე და ერეკლე ხიტალიშვილი განვიხილავთ ახალ ამბებს, რომლებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ გამარჯობა. აბა ერეკლე დაიწყე და დავიწყოთ პირველ რიგში მაჰაჭყალის აეროპორტის ტერმინალში მომხდარი ამბით, სადაც პალესტინის მხარდამჭერები შეიჭრნენ. რის გამოც ისრაელის რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა, ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის მედიამ გაავრცელა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალესტინის მხარდამჭერები ებრაელებს თავდასხმას აპირებდნენ. სოციმედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი აეროპორტის ტერმინალში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ისრაელიდან დაგეგმილი ფრენის შესახებ შეიტყვეს. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და მათ შორის იყვნენ პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. საინტერესოა, რომ ამის აღნიშნულთან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, რომ არეულობის მონაწილეებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში 3 გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ტყვია პირდაპირ შუბლში ესროლა. ეს საინტერესო ამბავია, რომ ბევრმა ანალიტიკოსმა კადიროვის რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. კადიროვის რეაქცია, რადიკალური. ჩანს ამაში, თუ რამდენად დიდი უფლებები აქვს მას ესეთი განცხადებების გაკეთებაში. და მეორე ამბავია ის, რომ ანალიტიკოსებმა რუსეთში ეს დააბრალეს გარეძალებს. ამის ინსპირაცია ამ ამბის და ჩემი აზრითაც მე მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, იმიტომ დაღესტანი საკმაოდ მრავალ ეროვნული სახელმწიფოა და იქ ძალიან ბევრი მიმართულებები არის. ხო, იგივე რელიგიურიც და ეთნიკურიც რა, 29 ეთნოსია და ენებიც კი არის სხვადასხვა და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ეს უთანხმოებები გადადის ამ პოლიტიკურ სივრცეში. ღაზის სექტორს აუცილებლად უნდა მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ იცვლება დღითი დღე იკვითარება. გამბად რამდენად შეიძლება წარმოვაჩინოთ ეს არ ვიცი, მაგრამ ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს და სექტორს ათეულობით ადამიანი რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ტოვებს. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ავტომობილები შედიოდა, თუმცა მოსახლეობას არაბული ანკლავიდან გასვლის უფლებას მაინც არ აძლევდნენ. ღაზის სექტორი 400-მდე უცხოელმა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანმა დატოვა უკვე და სასწრაფო დახმარების მანქანები ასევე საზღვრის ეგვიპტის მხარეს 90-მდე ავადმყოფსა და დაჭრილ ადამიანებს ჯერ კიდევ ელოდებიან, რომლებსაც ასევე გასვლის უფლებას მისცემენ. შეგახსენებთ, რომ კატარის შუამავლობით და შეერთებული შტატების კოორდინაციით ეგვიპტეს, ისრაელსა და ჰამას შორის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებში ღაზიდან მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. ლევან, რას ფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ თხოვნა იყო შეერთებული შტატებიდან, რომ მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაეშვათ ღაზის სექტორში ისრაელს და ეს შესრულდა თითქოს და მაგრამ ეს ორმაგი მოქალაქეობის ხალხი რო გამოდის მარტო და დანარჩენ მოსახლეობას არ აქვს საშუალება რომ ეს გააკეთოს, ეს ჩემი აზრით ძალიან ცუდი რამეა. იცი რა არის ეს ჯერ ერთი მინდა დაღესტანის ამბებს გამოვეხმაურო, სანამ ღაზაზე ვისაუბრებდე. და ვთქვა, რომ რომაც დაღესტანის მოვლენები ყოფილიყო ინიციირებული, ვთქვათ, გარედან, იმიტომ რომ არ არის ძნელი, ვთქვათ, იდენტიფიკაცია იმ Telegram კანალებისა, რომელსაც უფრო უყურებს დაღესტანის ახალგაზრდობა, ვთქვათ, და მათზე გავლენის მოხდენა სოციალური მედიის მანიპულატორების მხრიდან, ვთქვათ, ესეთი წამაქეზებელი, გამაღიზიანებელი პოსტების დადება და პროვოცირება. იქ ტელევიზიაც იყო ჩართული. ტელევიზიაც იყო ჩართული ერთ-ერთი, რომელიც რატომღაც არ დაიხურა. ეგეც ძალიან ნიშანდობლია. რომაც ეს ასე ყოფილიყო, მაინც დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეგ პროვოკაცია ნოყიერ ნიადაგზე
დავარდა მიუხედავად იმისა, რომ შენ თქმის არ იყოს დაღესტანი ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნული რესპუბლიკა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და სხვათა შორის მანდ მთის ეგრეთ წოდებული ებრაელების, ტატების მოსახლეობა ერთ-ერთი ძირითადი სატიტულო ნაციის იმას ატარებს. როგორც აზერბაიჯანში, ხო? აზერბაიჯანშიც არიან, ხო? და ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ დაღესტანის მუსულმანი მოსახლეობა მიიყვანეს მაქამდე, რომ მათ დაიწყეს და ჩვენ ყველა ვნახეთ ეს კადრები ებრაელების ძებნა და ძალიან შემაშფოთებელი იყო, რომ თქვათ სამართალდამცავები მათ ამაში კი არ უშლიან ხელს, არამედ თქვათ ეხმარებიან და ეუბნებიან, რომ აი ხედავთ, აქ არ არიან ებრაელები. და რო იყონ რა, ანუ ეს ხო უკვე ატარებს ესეთი პოგრომის რა ქვია, ნიშნებს და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველგან, ახლა ჩვენ ეგეთი რაღაცა ალბათ არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რაც უფრო იზაბება ღაზაში მდგომარეობა, რაც უფრო მეტ ბარბაროსობას ჩადის ისრაელის არმია მშვიდობიანი ღაზას მოსახლეობის მიმართ, მით უფრო შეურჩერებელი ხდება ხალხის რეაქცია ამაზე, არა მარტო დაღესტანში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. და ეხა ადვილია იცი გვერდიდან იჯდე და შეშფოთებას გამოხატავდე ან რაღაც ჭკვიანურ აზრებს იძახდე, მაგრამ მე აქ იმისი თქმა მინდა, რომ ანტიებრაული განწყობები მხოლოდ მოიმატებს. რაც უფრო მეტი იქნება ასე ვთქვათ, დაღუპული ბავშვების რაოდენობა აი ამ indiscriminate, ანუ არაწერტილოვანი დაბომბვების შედეგად, რაც უფრო მეტ კადრებს ნახავს კაცობრიობა, იმედან ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვების ცხედრებისა, ხო? არა მარტო მუსულმანების მხრიდან, ეს ბუნებრივი რეაქცია, რომელიც სამწუხაროდ წამოვა მთელი მსოფლიოდან ისედაც გატანჯული და ამდენი საუკუნის მანძილზე გაწამებული ებრაელი ხალხის მიერ. ეს ერთი, მეორე, რაც ეხება ღაზადან მოსახლეობის ევაკუაციას, ну, სამწუხაროდ სულ უფრო და უფრო გავს ეს ყველაფერი გეგმას, რომ მოხდეს რაღაცნაირი ღაზას ანულირება და მე არა ვარ დარწმუნებული, რომ პალესტინელებს უნდათ კონდეთ უფლება იქიდან გაქცევისა. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნაწილს რაოდენობისა. ჩვენ ვხედავთ კადრებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გასაქცევი მაინც არ დაგვიტოვეს, ჩვენ აქ ვინც ცხოვრობთ, გამოყვარეს ჩვენი სახლებიდან 70-80 წლის წინ და აქედან სადღა გავიქცეთ და გვირჩევნია აქ დავიხოცოთ. აი გუშინ ვუყურებდი 10 წლის ბიჭის საუბარს, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ მოწამეები გავხდებით და ჩვენს მიწას შეუერთდებით. ამიტომ მე არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება გაამართლო ის ფაქტი, რომ თითქოს ებრძვიან ხამას, რომელიც ჯერ ერთი ცხადია, რომ ამ მოსახლეობამ აირჩია ეს ხამასი, იმიტომ რომ ეს არის მისი რეაქცია იმ პირობებზე, რომელიც ისრაელმა შეუქმნა პალესტინელ ხალხს ამ წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ ხამასის სათაო ოფისი არის ყატარში, რომელიც აბსოლუტურად ამერიკელების ქვეშ მყოფი სახელმწიფოა. თავიდან ბოლომდე, ანუ ყატარის, ასე ვთქვათ, კონტროლი სრულიად ხორციელდება დასავლეთის მხრიდან და იქ არის ხამასის ხელმძღვანელობა და როგორ გავიგოთ ახლა ეს ყველაფერი ჩვენ. ამიტომ ეს აჩენს ეჭვებს, რომ გეგმა იმთავითვე ნეტანიაჰუს მთავრობისა, როგორც ჩანს, იყო ისეთი ცეცხლის დანთება, რაზეც წინა გადაცემებში გვისაუბრია, რომელიც მათ მიცემდა უფლებას ან მათ თვალში ლეგიტიმაციას ღაზას ანულირებისა, განადგურებისა და შესაძლოა კლდის გუმბათის ტაძრის დანგრევისა
და ეს ესკალაცია მიდის ახლა მთელი სიჩქარით წინ. აი ჩვენ ამ გადაცემას ვიწერთ ხუთშაბათს, ის გავა ეთერში პარასკევს კი ყველანი ველოდებით ჰეზბოლას შეიხის ჰასან ნასრალას ქადაგებას მეჩეთში ლოცვის მერე, რომელშიც მან უნდა პრინციპში განაცხადოს უერთდება ჰეზბოლა სამხედრო ოპერაციას და წინააღმდეგობის მოძრაობას პალესტინელი ხალხისა და ერთვება ის ომში თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება ხვალ იმ დროისათვის, როდესაც ეს ჩვენი გადაცემა გავა ეთერში, ყველასაც უკვე ყველაფერი გვეცოდინება, მაგრამ მე წარმომიდგენია, რომაც ხასან ნასრალამ ხვალე ეს განცხადება არ გააკეთოს ამა თუ იმ ფორმით, ანუ რატომღაც თქვათ შეიკავოს თავი, ხო? მისი როგორც საჯარო ლიდერის და რელიგიური და სამხედრო ლიდერის რელიგიური არა უფრო აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობის პოლიტიკური ლიდერის პოზიცია მაინც დამოკლეს מחვილის ქვეშ კიდია, იმიტომ რომ წნეხი მუსულმანური მოსახლეობის მხრიდან, მათ შორის ლიბანის მოსახლეობის მხრიდან მასზე იმხელა, რომ მან რომაც ერთი კვირით გადასდოს, მას ესმის, რომ აი თქვათ თუ ის პარასკევს მეჩეთში ამას არ იტყვის, მაშინ მან მინიმუმ კიდე ერთი კვირა უნდა ითვალოს გვამები და გაუძლოს შემოტევას თავისი მომხრეების მხრიდან, რომ რასაკეთებს შეკაცო, ხო ხედავ, რამდენ ხალხს ხოცავენ ესენი. ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თუ ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის ასეთ განურჩეվել განადგურებას, ხო? ჰეზბოლას ლიდერმა გაძლოს ეს თუნდაც ერთი კვირა, ან ორი კვირა, ან მით უმეტეს 3 და 4 კვირა. ანუ ამ ეტაპზე ასეთი ინტენსივობის სახმელეთო ოპერაციის პირობებში ჰეზბოლას ჩართვა უკვე ხდება გარდაუვალი. ჰეზბოლას ჩართვა თუ ხდება გარდაუვალი, ეს არის დარტყმა მთელ ჩრდილოეთ ისრაელზე, რისკის ქვეშ დგება ჰაიფა და აღება მაგ ქალაქისა და თუ მასეა, ხო, მივდივართ უკვე წკიპზე საბირთულომამდე, იმიტომ რომ სხვადასხვა შეფასებები არსებობს. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ისრაელს ძალიან გაუჭირდება ერთდროულად ომი ხამასთან და ჰეზბოლასთან, თუმცა მას არ გაუჭირდება ბეირუთის მიწასთან გასწორება. და თუ მასეა, ანუ თუ ჰეზბოლას გამო ლიბანის დედაქალაქი ესეთივე indiscriminate განურჩეველი დაბომბვების ობიექტი გახდება, ხო? მაშინ უკვე ერთვება ირანი და ალბათ თურქეთიც. და მაგას უკვე ისრაელი ნამდვილად ვეღარ გაქაჩავს და მივდივართ, აი პირდაპირ ზღვარზე ბირთვული ომის და ბირთვული ომი რა არის? ეხლა რაში უნდა აწყობდეს დაუშვათ ისრაელს ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს არის უბრალოდ აპოკალიფსი, ხო? რას ნიშნავს? ჯერთი ყველაფერი გვერდია მანდა. და მეორეს ერთი მასეთ შემთხვევაში თქვათ ისლამურ სახელმწიფოებიდან მაგალითად პაკისტანს ნამდვილად აქვს ბირთვული იარაღი. რასთან გვაქვს საქმე? ამიტომ ეს არის ესეთი აი ამერიკელები და ინგლისელები ამას ეძახიან playing chicken, ესეთი ზღვარზე მისული ერთმანეთის დაშინების ომია, რომელიც ძალიან ახლო არის იმაში, რა ქვია, გლობალურ კონფლიქტში გადასდასთან და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა შესაბამისად წარმართოთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი შანსი გქონდეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის. ხელწერტილში დავრჩეთ ნაწილობრივ და შეერთებული შტატები გლობალურ მოწოდებებს ისრაელსა და ჰამას შორის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ ეთანხმება. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ღაზაში დახმარების მიწოდების მიზნით საჭიროა ეგრეთ წოდებული პაუზები. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ ჰამას დანებდეს. აქ ნათლად ჩანს ამერიკის პოზიცია და შემდეგი ამბავიც შესაძლოა ამ
ამასთან იყოს მიბმული გაეროს უშიშროების საბჭოში. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დახმარების შეტანის უზრუნველყოფის მიზნით ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნული იყო, რომ ქვეყნებს აქვთ თავდაცვის უფლება. რუსეთმა და ჩინეთმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ მათ ვეტო დაადეს რეზოლუციის პროექტს უпростоრად, რადგან ის არ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას, მათი აზრით კი ეს ომის შემდგომ ესკალაციას მწვავე შუქს აუნთებდა. ხო, აქ ერთი მომენტია კიდე ეს აი წინა იმაზე მინდა ჩემი კომენტარი თქვა, რომ ეს ერთგვარი აპარტაიდი, რომ ორი მოქალაქეობა ვისაც აქვს ისრაელში და იმას ეძლევა საშუალება რომ გამოვიდეს ღაზის სექტორიდან და რომელსაც არ აქვს ამის საშუალებას არ აძლევენ ეს ნათლად გამოჩნდა კიდე ამ მძევლების გამოშვების იმაში ხო და ორი მძევალი იქნა გამოშვებული შეერთებული შტატების მოქალაქე ეს კიდე ერთხელ რაღაცას ჩემი აზრით მიანიშნებს იმას რაც თქვი ლევან რომ ეს ყატარის ჩართულობა და ყატარის დამოკიდებულება შეერთებულ შტატებთან ეს ყველასთვის ცნობილია, ხო? და ერთგვარად ესე იგი ჰამასი ლოიალურია, ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, მოქალაქეების მიმართ და იმათ უშვებს და დანარჩენებს, ხო? თulis რომ ისინი არ არიან ესე იგი მშვიდობიანი მძევლები და იმათ აკავებს ისევ. ხო, ეს ძალიან საინტერესო ესეთი სეგრეგაციაა რა. მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ამ გაეროს ორი კონცეფცია გამოჩნდა, ხო? ერთი კონცეფცია, რომელიც ამ წამსვე შეწყვეტას ითვალისწინებს ცეცხლის და ეს იქნა უარყოფილი ვეტო დაადო ამას შეერთებულმა შტატებმა და რამოდენიმე მისმა სატელიტმა სახელმწიფომ კაია რომ საქართველოს პრაქტიკულად არ მიიღო მონაწილეობა ამ იმაში კენჭისყრაში და მეორე ნაწილი დაახლოებით 170-მა სახელმწიფომ მიიღო აი ეს მეორე განცხადება რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ანუ ეს განხეთქილება ამ გაეროშიც და ამ ქვეყნებს შორისაც ნათელია, ხო? და ამ თემაზე ჩვენ გვეყოლება ძალიან საინტერესო ექსპერტი ქალბატონი თამარ კიკნაძე და ალბათ გავშლით ამ საკითხს და უფრო კარგად გავერკვევით ჩვენ რატო ხდება ეს თითქოს ორივე ესე იგი წინადადება რაღაც ნაწილში მისაღებია, მაგრამ ერთმანეთთან არ იკვეთება. და ამ ყველაფრის ფონზე რაც მსოფლიოში ხდება და თუნდაც ღაზის სექტორში საქართველოში ძალიან საინტერესო ამბებია. პოლიტიკური ჯგუფის ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცსირიძე საქართველოს ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს ერთი გზა ერთი სარტყელი ერთი გზის ფორუმში მონაწილეობას ეხმაურება და ამას საგანგაშო გამოვლინებას უწოდებს მისი თქმით აღნიშნულ ფორუმში აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობდა და თვლის ის რომ ქართული ოსნების ხელისუფლება ქვეყანას ევროპული ორბიტიდან ნელ-ნელა აცილებს. საკითხს თავის მხრივ გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალო პაპუაშვილი და აღნიშნა რომ ჩინეთში ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ისინი იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგანაც და ამის ისე წარმოჩენა თითქოს პუტინთან ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. თავად ლევან დავითაშვილი თვლის რომ ჩინეთში ფორუმში მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ ხელოვნური კადრებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ხო, ჩვენთან რა თქმა უნდა ჭიქაში ის კარჩხალი ხდება, აბსოლუტურად მოწყვეტილია ჩვენი პოლიტიკა, გარშემო რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ და არანაირი რეაქცია, ესე იგი რაციონალურიც კი არ ხდება. მე არ ვიძახი რომ ჩვენ უნდა წინა რიგებში ვიყოთ, ესე იგი და ამითი ჩვენი პრობლემები კიდე გავიუარესოთ, მაგრამ რეალობა ეს არის რომ რაღაცა რეაქცია უნდა იყოს. თუ გინდა აი მახაჩკალის
ინციდენტის მერე ჩვენს მრავალეთნიკური შემადგენლობა ყავს ხო ჩვენი ქვეყნის და რაღაცა განმარტებები მაინც უნდა გააკეთოს ხო მთავრობამ და ხელისუფლებამ როდესაც ეგეთი რამე არ არის გამორიცხული ჩვენ ტერიტორიაზეც მოხდეს ხო და მისი დაკავება ხო მისი დაკავება რაღაც გაურკვეველი რაღაცა კინკლაობით რომელიც უკვე ყველას მობეზდა და ნუ აბსოლუტურად ესე იგი არაადეკვატურია ხო დღევანდელი ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხო მე მგონია რომ ეს კიდე ერთხელ იმას უსვამს ხალხს რომ ესენი თავისი ხელისუფლების პრობლემებით არიან და თავისი ბიზნესით და თავისი შემოსავლით დაკავებული და არა იმ პრობლემით რაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას დაუდგეს წინ და ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში ამიტომ არის რომ ჩვენ პრაქტიკულად ქართულ ნიუსებს ვერ ვიხილავთ, იმიტომ რომ ის არის იმდენად არერელევანტური ამ სიტუაციაში, რაც გარეთ ხდება. ამგვარაში ახლა საქართველოში მთავარი ამბავი იყო საკანონმდებლო ორგანოში, ჩხუბი, გალანძღა, ვინ გალანძღა, ვინ რა უწოდა ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სავალალო შედეგი. ანუ ბიზნეს პროექტად აქვთ გადარჩქცეული კოცებს ქვეყანა, აკეთებენ მასზე ფულს, არავინ არ არის მათი კორუფციის განმკითხველი და მომკითხველი, არავის შიგნით არ უშვებენ და მოსახლეობას აშინებენ ვიღაცა საფრთხობელებით, რომლებსაც არაფრის თავი აღარ აქვს მოსახლეობის წინაშე. ახლა კუპონ გოცირიძე არის ერთ-ერთი ყველაზე კომიკური პერსონაჟი ქართულ პოლიტიკაში, რომ თუ არ ჩავთვლით მის დანაშაულებებს, თქვათ მოსახლეობის გაღარიბებაში, კუპონების შემოღებაში და ყველაფერი იმაში მონაწილეც ის იყო. რისი მონაწილეც ის იყო ვაშინგტონის კონსენსუსის ხელმძღვანელობით, ხო? და ვინ არის ერთი გზა, ერთი სარტყელის წინააღმდეგი მთელ მსოფლიოში, ხო არ მეტყვით? ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, მათი, ასე ვთქვათ, გლობალისტური პროექტის ერთ-ერთი ადგილობრივი პატარა მიკროფონი ჩხავის რატო წახვედითო მიიღოთო რომელთა მიგეყოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სავაჭრო სტრატეგიულ პროექტში, მაგრამ ჩემი აზრით ქართული ოცნების პოზიციაც ეგეთივე ბითურია, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე რო პასუხობს რომან გოცირიძეს, რომ იმიტომ წავედითო, რომ იქ ვლადიმერ პუტინის გარდა სხვა ქვეყნებიც იქ იყო. ხო ეგრე წაგვიკითხა ერეკლემა რა? მაშინ მე შალვა პაპუაშვილს ვკითხავ და მაგ ლოგიკით შეკაიკაცო 3+3-ის ფორმატში რატო არ წახვედი? იქ ხო ვლადიმერ პუტინის გარდა კიდევ სხვა ქვეყნებიც არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ორი ჩვენი უახლოესი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი და ირანი და თურქეთი ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო ასე შემდეგ უახლოესი მეზობელი ქვეყნები და რა თანმიმდევრობაა შენს ლოგიკაში რომ ამბობ რომ ერთ ფორუმში ჩადიხარ მიუხედავად იმისა რომ იქ პუტინი არის და მეორე ფორუმში არ ჩადიხარ იმიტომ რომ იქ პუტინი არის აქ კიდე ერთი მოთამაშეა ლევან ჩემი აზრით უყურე აქ კიდე ერთი მოთამაშე ჩდება ეს არის ჩინეთი სადაც მათ დაშვებული აქვს ეთყობა არ ვიცი მათი მართველის მხრიდან ჩასულა და მათთან ურთიერთობა და იქ ჩინეთი არ მონაწილეობდა არა ამერიკის საელჩოდან ხო არის მართული ეს ძალა რომელიც კომფორტულად მოაჯდა აგერ მე-11 წელია ჩვენს ქვეყანას ჩაანაცვლა წინა ძალა კი არაუპატიურებს ხალხს ცოცხლებით, მაგრამ ზუსტად ისეთივე უპერსპექტივო გამაღატაკებელ გეოპოლიტიკაში ამყოფებს მას. თვითონ ის ფაქტი, რომ შენ ძალაუფლებაში ხარ 11 წელია და ოკუპანტ ქვეყანას არ ელაპარაკები, უკვე მავნებლობაა, იმიტომ რომ შენ გინდა ოკუპაციის შეწყვეტა, დეოკუპაცია და მდევნილების სახლებში დაბრუნება. და როგორ უნდა გააკეთო ეს თუ ამ დიალოგს არ აწარმოებ. რაც შეეხება აი იმ რაღაცა ერთმანეთთან ჭიჭყინს ვიღაც დეპუტატების და იქ რაღაც ბიჭო შენ მე რასმელაპა ეგ კაცები გახდნენ გესმის ეს ის პოლიტიკური ძალა რომელმაც მამათმავლობის
დამაკანონებელი კანონი ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. და აი ეს ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან მუჟიკები. და რას მე ბიჭო ხელი გაციე გესმის? ვეცე თქვენ ისინი არა ხართ, რა ქვია, მამათმავლობის დამაკანონებელი კანონი 2013-ში რო ერთხმად მიიღეთ, როგორც ჩრდილო კორეელებმა, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა გითხრათ, რომ მაგას არც ერთი ქრისტიანი არ მიიღებსო? ხო და რა უნდა აკეთოს, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის სათავეშიც კაცი დგას, რომლისთვისაც როგორც ჩანს, ჩემ და სამწუხაროდ, ესა რა ქვია, ფული არის მთავარი. და ესა რა ქვია, ქვეყანა გადარჩეული აქვს ჯიბის ბიზნეს პროექტს. მე დავამატებდი და საპატიო მოქალაქეც აირჩიეს დემნა გვასალია, რომელიც ცნობილია საინტერესო ნიშნებით. და ეუბნება იმას, მოსახლეობას ეუბნება, რომ მე თუ არ გინდივართ, ამათ დაგიბრუნებთო. აი ესეთ იმის რა ქვია, სეთურის ორმოში გვამყოფებს. იმედის, გესმის? ტელეიმედის. ხო და აი ამ სიტუაციაში რა ეხა როდესაც ქვეყნის დეკლარირებული მიზანი არის ისეთი მარაზმი როგორც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია რა უნდა ქნას მასეთმა საწყალმა ქვეყანამ როცა გარშემო რეგიონი იწვის მას უფლებაც კი არ აქვს რეაქცია გააკეთოს იმიტომ რომ მისი ოფიციალური განცხადებული მიზანი რომელიც აბსოლუტურად არააქტუალურია. ქვეყანა დუღს, დედამიწა ადუღდა და ევროკავშირი ვაში სად არის, რამეს ნიშნავს ამ სიტუაციაში? და ამიტომ ესა კოკასაშინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო რა. ვერ იქნება ქართულ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ვერაფერი გარდა იმისა, რომ იმის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმღები დეპუტატები, პოლიტიკური ძალის მიმღები დეპუტატები ისა მუჟიკობანას თამაშობდნენ ტელეკამერების წინ, ძველ ბიჭობდნენ. გესმის? და ესა რა ქვია, დუმდნენ საერთოდ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ამიტომ ჩემთვის პირადად კუპონ გოცირიძეც და შალვა პაპუაშვილიც ერთნაირად მიუღებელი, სრულიად გაუგებარი, ალოგიკური და ქვეყნისათვის მავნებელი პოლიტიკური ძალები არის. ჩვენ ახლა შევაჩეროთ ჩვენი განხილვა, ჩემი აზრით და მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, რომელთან ჩემი აზრით მთავარი თემა მაინც ისევ არის გარე სამყაროსთან ურთიერთობა საქართველოს ამ კონტექსტში ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს რა ნაბიჯები უნდა გადადგას და უნდა იყოს ესე გაყურსული თუ რაღაცა აქტივობა უნდა კონდეს მას. სახიფათოა ჩვენთვის თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს და ეს რაღაც რჩევა მიიღოთ ქალბატონი თამარისგან, რომელიც ძალიან დიდი ხნის ექსპერტია ამ საკითხებში და ძალიან კარგად ესმის საგარეო პოლიტიკა. დიდი მადლობა ერეკლე. 네 ბატონო. მადლობა ერეკლეს. შეხვედრამდე. გამარჯობათ ქალბატონო თამარ. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ სტუმრად დღეს და ესეთი ცნობილი ექსპერტი მოვიწვიეთ და მე პროფანი ამ საქმეში რაღაც კითხვებს დაგისვამ და ლევანის კარგად ერკვევა ამ გარე ამბებში და პოლიტიკაში და საერთაშორისო პრობლემებში და თქვენი ესე იგი აზრი და კომენტარი ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გვინდა განვიხილოთ ერთი საკითხი, რომელიც მე მგონი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოვესწართ ისეთ სიტუაციას, როდესაც თითქმის მესამე მსოფლიო ომის პირას დგას სამყარო და ამ სიტუაციაში როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პოზიცია, ჩვენი მოქალაქეების პოზიცია, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. აი ხა ვნახეთ, რომ ძალიან რთული რამ მოხდა ჩვენ მეზობელ დაღესტანში და ვართ თუ არა ჩვენ ამისგან დაცულები, ჩვენთანაც მრავალეთნიკური, ესე იგი, შემადგენლობა მრავალეროვანი ქვეყანაა. და აი ამ გამოწვევების წინაშე ვდგევართ და რა ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ თუ დავიმალოთ
თუ მაქსიმალურად ესე იგი შევეცადოთ რომ არ გამოუჩნდეთ ახლა აი გაეროშიც იყო კენჭისყრა ისრაელის საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს მე როგორც ვიცი თავი შეიკავა ხო აი ეს თავშეკავება სწორია თუ არ არის სწორი და აი თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით თქვენი რჩევები ესე იგი ბევრი შეკითხვა იყო მაგრამ ძირითადად ეს ყველა შეკითხვა რაღაცა ერთ კომპლექსში შეიძლება მოვაქციოთ ხო ეხა ამაზე ხშირად ლაპარაკობენ და მეც ვეთანხმები რომ დღეს ჩვენ ვართ მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ის ბიპოლარული სამყარო დამთავრდა შემდეგ ერთპოლარული სამყარო იყო და ეხლა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ვართ. ეხლა თუ ექსპერტებს, ისტორიკოსებს, პოლიტოლოგებს დავაკითხებით, არა, ყოველთვის მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი არის ძალიან რთული და მტკივნეული მოსახლეობისთვის. ეხლა ნუ სხვადასხვა თქვათ თეორეტიკოსი სხვაგან მსოფლიო წესრიგებს ასახელებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი საერთო აზრი იმის შესახებ, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, მათთვის, ესე იგი, თითქმის საერთოა. ეხლა რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ამ პროცესისადმი. ეხლა არსებობს ეგრეთ წოდებული აი ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ესეთი ცნება ლოკალური და ტოტალური ომების შეზღუდული და ტოტალური ომების შესახებ, ხო? და თუ გავაანალიზებთ დღეს მიმდინარე პროცესებს, ვნახავთ, რომ მართლაც ლოკალური ომები არის, აქა-იქ ჩდება ეს ლოკალური ომები და მცდელობა არის ეს ყველაფერი გადაიზარდოს ტოტალურ ომში და აი ტოტალური ომის შედეგად ხდება სწორედ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, როდესაც იკვეთება ხოლმე ახალი ჰეგემონი, ახალი ლიდერი ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს, ეხა საქართველოს სამწუხაროდ არ არის ხო სუბიექტი და მას არ ეწიფება ხელს აი ამ დიდი გლობალური რაღაცა პროცესების დაგეგმა და განხორციელება. იგი სამწუხაროდ არის ობიექტი და ჩემი აზრი არის რომ იცით აი ამ გიგანტების ბრძოლაში ჩვენ რაღაცნაირად უნდა გამოვერიდოთ. ეხა სააკაშვილი რო ყოფილიყო აქ ალბათ უკვე პოლიგონი იქნებოდა და ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით ამაში მე მაგალითად ეჭვი არ მეპარება. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რაღაცნაირად ახერხებს ვარირებას, ხო? თუმცა არის ძალიან ბევრი მცდელობა, როგორც გარეშე ძალების, ისე ადგილობრივი, მე ადგილობრივს ვარქმევ, მაგრამ სინამდვილეში ისინი გარეშე ძალების ინტერესების გამტარებლები არიან. ამიტომ ჩემი აზრით საქართველოს უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ ის არ იყოს აი ამ შეტაკების და აი ამ ომების თეატრის სცენის ადგილი. და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. იგივე ვთქვათ აზრის დაფიქსირებაში, საჯარო განცხადებების გაკეთებაში, იმიტომ რომ ესე იგი ებრაელებიც არიან ჩვენთან, ჩვენ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამავე დროს ჩვენთან არის მუსლიმი მოსახლეობა და წარმოიდგინეთ მილიარდი მუსლიმი დღეს იბრძვის ისრაელის წინააღმდეგ, ხო? ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, სიტუაცია ვაკონტროლოთ და მაქსიმალურად რაღაცნაირად მოხდეს განეიტრალება იმ საფრთხისა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას. ამაში მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ხო მონაწილეობა ჩემი აზრით. ანუ მე რას ვიზახი ერთგვარად რაღაც განმარტებაც ხო უნდა მოხდეს ან მოსახლეობის მიმართ მოწოდება რომ აი ეს მაგალითები რო გვაქვს ჩვენ ესე იგი რაც ხდება თქვა ჩვენ გარშემო რომ ეს არ გადმოვიდეს ჩვენთან ეს ფაქტობრივად ეხლა ეს ჩვენი რეგიონია ხო ახლოა ძალიან ახლოა
ამიტომ ის რაც და დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან შორს ხდებოდეს რაღაცა, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთზე გავლენას ახდენს და მე მივესალმები ისეთი ანალიტიკური გადაცემების არსებობას, როგორიც თქვენია, ხო, რომ მოსახლეობას განესაზღვროს თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო და განსაკუთრებით ჩემი აზრით ეს აქტუალურია ახალგაზრდა თაობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს, ეს მე ქართველებზე მაქვს ლაპარაკი, ის ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის და პირდაპირ პროპაგანდას ეწევიან და ახალგაზრდები ეს ყველაზე უფრო პასიონარული და ასე ვთქვათ, უპასუხისმგებლო მეუარყოფითი კონოტაციით ამას არ ვამბობ. უბრალოდ ისინი ახალგაზრდები არიან და რაღაცნაირად მოსალოდნელ შედეგებს მთლად ვერ უწევენ ანალიზს, ხო? მათ სისხლი უდუხთ, რაღაც აქტივობებს ითხოვენ, ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებთან უნდა ვიყოთ ჩვენ ფრთხილად და განვმარტოთ ის საფრთხეები, რაც დღევანდელი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე არის. ლევან, შენ რა სიტყვი ამ თემაზე და კიდე მინდა დავამატო, რომ აი ახალგაზრდების თემა შემოვიდა და ვიცით, რომ რაღაცნაირად ხო იცი პატერნებით იმართება დღევანდელი ესე იგი სამყარო რაღაც მოკლე კლიპებით, რაღაც ლოზუნგებით, სიმბოლოებით და შევხედავთ, რომ უდიდეს ნაწილს ქართველი ახალგაზრდობისა გამოდებული აქვს სოციალურ ქსელში, ზოგს ისრაელის დროშა, ზოგს მისი რა ქვია, პალესტინის დროშა და ეს უკვე მაგალითად ევროპაში უკვე სახიფათოა რა, ერთგვარი ნიშანია იმისი, იმიტომ რომ შეიძლება გახდე მსხვერპლი, ესე იგი განსაკუთრებით იმ განცხადების მერე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვერით, ხო? ხეზბოლას ლიდერის განცხადების მერე. ეს ომი შეიძლება სულ სხვანაირად წავიდეს და არა კონვენციურად, ამეთ მათ მოუწოდონ, რომ მოსახლეობაშიც მოხდეს ეს შეტაკებები, ხო? აი რას ფიქრობ ლევან ამ თემაზე? მე ეს ძალიან მაწუხებს ეს გამბავი. გამარჯობა ქალბატონ თამარ, მიხარია თქვენი ნახვა და გმადლობთ რომ გვეწვიეთ სტუდიაში. რაც ეხება შენს შეკითხვას შოთა, მე ვთვლი რომ რაც მეტი საქართველოს დროშა ექნებათ გამოდებული ჩვენს ახალგაზრდებს, რაც უფრო არ იქნება მათთვის სასირცხლო და არამოდური ეროვნულობა, მით უფრო უკეთესი ქვეყანა გვექნება. იმისათვის რომ ეს ჩვენ მოვახდინოთ, ჩვენ სრულიად შესაძლებელი გვაქვს ის, რასაც ჩვენ ვასწავლით ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესი სასწავლებლები არის ოკუპირებული, უოჯახო, ანტიოჯახური, უნაყოფო, ლიბერალი, ტოქსიკური მასწავლებლების მიერ, რომლებიც მათ ასწავლიან მეეს კულტს. და მეეს კულტი არის დეპრესიის, ნარკომანიის, აბორტის, კაზინოში თამაშის და ჰედონიზმის კულტი. და ჩვენ ყავს ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც ჩვენ ვშხამავთ უკვე სკოლის ასაკიდან. ხო და ეს ყველაფერი შესაძლებელი გვაქვს ეს დაიწყო ამა თუ იმ ფორმით 90-იანებში დაჩქარებული წესებით გაგრძელდა მიშას დროს და მაგაზე უფრო დაჩქარებული წესებით გაგრძელდა ბიძინას დროს. ანუ ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვა, ინტოქსიკაცია, რისთვის ცხოვრობენ ისინი, რა არის მათი ცხოვრების მიზანი? სრულიად ილუზორულია. მათ არ იციან, რომ მაგალითად ამ ქვეყნად ცხოვრობენ ცოტა ხნით, უნდა მოემზადონ მარადისობისთვის და ერთადერთი სწორი გზა ამ გზაზე არის ბედნიერი პატიოსანი მეოჯახე ცხოვრება, ჭირთათმენის ცხოვრება, იდეალი არის სახლი, რომელიც დგას მიწაზე და არა ბინა ქალაქში და მიზანი არის დიდი ოჯახი. აი ეს არაფერი ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან, იმიტომ რომ არავინ არ აუხსნა და მიმართულები არიან სახეებით ღამის კლუბისკენ, ნარკოტიკებისკენ და რაღაცა ილუზორული ევროპისკენ, რომელშიც მათ არავინ არ ელოდება და რომაც ელოდებოდეს მათ იქ მომავალი არ აქვს, გამრავლება არ უწერიათ და ამიტომ სრული ინვერსია უნდა მოხდეს, უნდა გაიწმინდოს ჩვენი
საგანმანათლებლო ინსტიტუტები აი ამ თავგზავნეული დეზორიენტირებული დეგენერატებისაგან და არ ვიცი საიდან, მაგრამ საიდანღაც, მათ შორის უცხოეთიდანაც, ვისაც უნდა ესეთი ქვეყანა, უნდა ჩამოვიყვანოთ ტრადიციული ორიენტაციის ნორმალური მეოჯახე ადამიანები, რომლებმაც იციან მაგარი მათემატიკა, მაგარი ფიზიკა, მაგარი ინჟინერია, მაგარი ფილოსოფია და ასწავლიან ჩვენს ახალგაზრდებს. რა, ჩვენ გვჭირდება კონსერვატიული, ცუდი სიტყვა, ტრადიციონალისტური, უკეთესი სიტყვა, ეროვნული კონტრრევოლუცია განათლების სისტემაში. და მასინ გაგვიჩნდება შანსი ჩვენი საყვარელი ახალგაზრდების, რაც შეიძლება დიდხანს ცხოვრებისა, რაც შეიძლება იშვიათად დახოცვისა, ვენერიული დაავადებებით ჯვარი წერია ყველას, კაზინოებისგან თვითმკვლელობების გამო ჯვარი წერია ყველას და ნარკოტიკების გამო და მასინ ჩვენ ქვეყანა გაბედნიერდება რა. მაქიდან ვართ კიდევ უფრო შორს ვიდრე მიშას მმართველობის ბოლო წელს. ბიძინას მმართველობის წყალობით და ვიღუპებით. რაღაც დროზე თუ არ შევცვალეთ დავიღუპებით საბოლოოდ. ლევან, ერთი მომენტია, მე ხა რაღაცა მინდა ერთი კომენტარიც გავაკეთო აქ, რომ ჩვენ როდესაც განვიხილავთ ახლა ჩვენ მოსახლეობას, ეგრეც ვერ დავყოფთ, ხო, რომ არიან სხვა ეროვნების და აი შესწორედ თქვი, რომ დროშა უნდა თავში იკრებდეს ყველა ამ ეროვნებას, ყველა ამ რელიგიურ მიმდინარეობას და ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ამის, ხო? ერთად ცხოვრების. ხო, მუსლიმებთან, გრიგორიანებთან, ხო, ყველა იმ ხალხთან, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და პირიქით შეიძლება მე ამას ვიზახი, რომ ესეთი გაჩუმების გარდა საქართველოს შეიძლება მაგალითი იყოს ესეთი თანაცხოვრების. და ის ლიბერალური პროექტი რომელს მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომელიც არის ისრაელი. იმიტომ სიონიზმი აბსოლუტურად ლიბერალური პროექტია, ის შექმნილია ევროპული ლიბერალიზმის მხრიდან და თვით მორწმუნე ტრადიციული ებრაელების კი სიონის ეწინააღმდეგებიან ვიცით ჩვენ, ხო? და ეს ამან სადამდე მიიყვანა ისრაელი, დღეს ვხედავთ და რამდენიმე კადრები ვნახეთ რა მდგომარეობა იქ და საერთოდ სათუო გახდა ისრაელის არსებობა. აქედან გამომდინარე ჩვენი მაგალითი შეიძლება სოფლიოსთვისაც სამაგალითო იყოს ხო თანაცხოვრების. ალბათონო თამარა, თქვენ რას ფიქრობთ? უპირველეს ყოვლისა, მე ახალგაზრდებზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და რაც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ და აი კოგნიტურ დონეზე მათზე ზემოქმედება ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, თავისუფლების არასწორი გაგება აქვთ, ხო? ესეთი ახალგაზრდები ქვეყნისთვის არ არის მოწოდებული, რომ საქვეყნო საქმეები აკეთონ, იმიტომ რომ მათი ღირებულებები და მიზნები აბსოლუტურად არ მოდის კორელაციაში პატრიოტიზმთან და რაღაცა ეროვნულ იდეასთან. გარდა მაგისა, ეს კოსმოპოლიტიზმი, ეს მცდელობა, ყოველგვარი რაღაცა იდენტობისაგან განთავისუფლება, ხო? იქამდე მივედით, რომ არა ეროვნება, არა რელიგია, არა ოჯახი და ეხა სქესობრივათაც კი ეს გენდერული პოლიტიკა, რომელიც საერთოდ უკარგავს ადამიანს სქესის შეგრძნებასაც კი. ამიტომ ჩვენ ძალიან რთულ სამყაროში ვცხოვრობთ, როდესაც აი ესეთი საფრთხეები ელის, თუმცა მიუხედავად ამ საფრთხეებისა, არა, ნახეთ რომ აი ამ ფიზიკის კანონის მიხედვით საპირისპირო მოძრაობა იზრდება, ხო და თუ რამდენიმე ათეული წლის წინათ გლობალიზაციის პირობებში ერთ სახელმწიფოს მომავალს არ უქადდნენ, თვითონ ფუკუიამამ აღიარა, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების ნორმალურ ყოფას, ვერ შეცვალა ამ გლობალიზებულმა ინსტიტუტებმა. ანუ კაცობრიობა უბრუნდება ამ ერი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობას და საჭიროა, რომ ჩვენ მთელი
ისეთი აქტუალობით და მთელი სიღრმით შევიგრძნოთ ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და ის საფრთხეები, რაც მე ჩამოვთვალე და ბატონმა ლევანმა ბრძანა, არა, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე და უბრალოდ საქართველოს არსებობას უქმნის პრობლემას. ეხლა რაც შეეხება ისრაელის პროექტს და ისრაელში მიმდინარე დღევანდელ ომს, ხო? ეს არ არის ის მცირე დროიანი ომი, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით პალესტინელებსა და ებრაელებს შორის, რომელიც პერიოდულად წარმოიშვებოდა ხოლმე და მას ძალიან კონფლიქტი იყო. კონფლიქტი და ამასაც თავისი მიზნები ჰქონდა იქ ნავთობის ფასი და სხვა, რომელიც მის უკან მდგარ, ესე იგი, ელიტებს ჭირდებოდათ. ეხლა ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს დღეს იმაზე, რომ ისრაელმა როგორც პროექტმა თავისი არსებობის აუცილებლობა დაასრულა. მე შემიძლია მოგიყვანოთ კისინჯერის სიტყვები, რომელიც მან 2012 წელს თქვა ის, რომ ისრაელი ალბათ ბოლო 10 წელს ვერ ხედავს, ხო, მომავალს ვერ ხედავს და ბოლო 10 წელს ითვლის თავისი არსებობისა. იმიტომ რომ დღეს ისრაელი ამ ელიტებისთვის გახდა წამგებიანი. გარკვეული დროის განმავლობაში ის თავის ფუნქციას ასრულებდა და დღეს ისინი ამ თავისი რაღაცა მიზნებისთვის ვერ ხედავენ მისი არსებობის აუცილებლობას და ამას გვაფიქრებს ჩვენ ის პროცესებიც, რაც მანამდე უწყოდა, სანამ ეს კონფლიქტი გაღვივდებოდა, ხო? ნახეთ, რომ ჯერ შიგნიდან შეირყა და რამდენი თვის განმავლობაში 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოდიოდა და ისრაელის სტაბილურობას შიგნიდან არყევდა. ეხლა ის სამხედრო ოპერაციაც, რომელიც განხორციელდა, არ იყო უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ იმით, რომ ისრაელს ძალიან ძლიერი დაზვერვა აყავს, ძალიან ძლიერი სამხედრო ძალა და სრული, ესე იგი, საპირისპირო შედეგი მივიღეთ ჩვენ, რამაც გამოიწვია, ესე იგი, ამ ყველაფრის დისკრედიტაცია და აზრის შეცვლა, ხო? და მთელი ის პროცესი, რაც მიდის, იგივე მასმედია, იგივე გაეროში განვითარებული ის მოვლენები და გუტიერეშის განცხადებები და დასავლეთში არსებული სიტუაცია, პრესა, ტელევიზია, რომელიც დღეს ისრაელის სასარგებლოდ არ მაუწყებლობს, მე მაძლევს იმის საშუალებას და მე ვიზიარებ იმ ექსპერტების აზრს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ალბათ ისრაელის პროექტის დასასრულს აქვს ადგილი დღეს. ამიტომ ამ პირობებში არა და ალბათ შემთხვევით საქართველოსაც თავი შეიკავა და არ დააფიქსირა და ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად სწორია და მე მახსოვს დაახლოებით მე მგონი მიშას დროს იყო და მაშინაც თავი შეიკავა აი პალესტინის ასოცირებულ წევრობაზე და ეს ძალიან საინტერესო ამბავია, რომ დღეს თუ მოიძიებ ინტერნეტში, იქ წერია, რომ საქართველოს ხმა მისცა. და მე მახსოვს მაგაზე ძალიან დიდი ამბავი. მე თავი შეიკავა. ხო, მე მახსოვს, რომ თავი შეიკავა და ეხლა ესე იგი, არ ვიცი, ეს манипуляция ხდება თუ არა, მაშინაც იცით, აქ იყო ძალიან დიდი ეიფორია და ესე იგი განწყობები, რომ როგორ ესე იგი ისრაელის სასარგებლოდ საქართველოს არ დააფიქსირა და ისრაელი არის სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების და მე მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ არის შემთხვევით, ხო? საქართველოს ჰქონდა ესეთი მითითება, რომ ესე მოქცეულიყო მაშინ. და შესაბამისად ეს პროექტი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაწყებული. მაგრამ ეხა ამაში ხო არ ერკვევიან, თქვათ, ფართო მასები და არც უნდა ერკვეოდნენ, ვინც ეხა პოლიტოლოგი არ არის, იმას ვერ მოთხოვ, რომ დღე და ღამე იჯდეს და ანალიზი გაუკეთოს იმ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ საჭიროა, აი როგორც თქვენ მიგაჩნიათ და ეს თქვენი გადაცემა ემსახურება, ამ ფართო მასების ინფორმირება და იმ საფრთხეზე
გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. ხო, ლევან, შენი პოზიცია საინტერესოა კიდე ერთ კონტექსტში თუ იმის გარდა, ну, ეხლა ეს ძალიან შორს მიმავალი გეგმებია, როგორი უნდა იყოს საქართველოს და რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმებით მეც და ქალბატონ თამარს, მაგას დააფიქსირა ეს, მაგრამ ეხლა კონკრეტულ სიტუაციაში საქართველოს ანუ ეს პოზიცია კენსელის ერთგვარი გამოთიშვის ყველა ამ პროცესიდან შენს თვლი რომ ეს მართებულია თუ რაღაცა პოზიცია მაინც უნდა გქონდეს ჩვენ მე არ ვიზახი რომ ვინმე ისიც პოზიცია როდესაც შენ თავს იკავებ ხო ისიც არის გამოკვეთილი პოზიცია აი რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენ აი ამ სიტუაციაში გაცნია რას გულისხმობთ ხა ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც დიდი ვიაქტიუროთ ან რამე გავაკეთოთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი გაგჭირვებია მაგრამ მაგალითად რუსეთთან არ დიალოგი ეხლა ამ თვეებში არის დანაშაული პირდაპირ იმიტომ რომ თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს უკრაინაში ისეთი ძლიერი და ისეთი ასე ვთქვათ, ზევიდან შემხედველი გახდება ყველა გარემომცველი ქვეყნის მიმართად, ჩვენ პრაქტიკულად, ისეაც რა შანსები გვაქვს, მაგრამ ძალიან დაგვისუსტდება პოზიციები და თუ ის წააგებს, ის ისე აირევა, რომ ჩვენამდე არ ეცხელება და ეხლა ის არის ესეთ ძალიან დაძაბულ გაღიზიანებულ და მოწყვლად მდგომარეობაში და წყალივით წყურია, ჰაერივით სჭირდება ამბები საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც იქნება მიმართული დარეგულირებისკენ, მშვიდობის ყოფილობისკენ და რუსეთის პოზიტიური იმიჯისკენ. და ეხლა გვაქვს პირველად საბჭოთა კავშირის დაშლიდან და სოხუმის დაცემიდან ოქროს ხანა, როცა ჩვენ უნდა შევდიოდეთ, აი პირდაპირ უნდა შევდიოდეთ დევნილებით აფხაზეთში და ცხინვალში, ვაძალებდეთ ამას რუსებს მშვიდობიანად და ვეუბნეოდეთ, თქვენ ხო არა ხართ ნაციონალიზმის მომხრეები, უჭერთ ნაციონალისტურად ექსკლუზიურ ანკლავებს მხარს. მოდით დავაბრუნოთ დევნილები და ამის სანაცვლოდ მივიღოთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ხალხი მისცემს ხმას, რომ ჩვენ აღარ შევდივართ ნატოში და ხდებით ნეიტრალური ქვეყანა და თქვენდამე მეგობრული. და ეს არის მომგებიანი რუსეთისთვისაც, საქართველოსთვისაც და სხვათა შორის დასავლეთისთვისაც გარდა იმ ძალებისა, რომლებსაც უნდათ ქაოტიზაცია ქვეყნისა და ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ ოქროს ხანას სრულიად უგულებელყოფს და გვახდიებს დროს რაღაც იქ მამათმავლობის მხარდამჭერი კანონის მიმღები დეპუტატების ერთმანეთთან ძველბიჭობაში გესმის აი ტიპები ვინც მიიღეს კანონი რომელიც მამათმავლობას ამკვიდრებს ქვეყანაში აგერ უკვე 2013 წლიდან მოყოლებული ყოფილან თურმე მუჟიკები ბიჭო ხელი გაძიე შენ ამას ვისეო აი ამაში ვართ გესმის ეს არის ერთდროულად კომედიაც და ტრაგედიაც ლევან ანუ შესაძლებლობების ფანჯარა ესე ვთქვათ ქართულად რო ვთქვათ დრო უნდა ვიხელთოთ და ჩვენ შეგვიძლია ახლა აი ამ მწვავე კონფლიქტის სიტუაციაში ეს საკითხები შეიძლება კიდევაც მოგვარდეს ხო შენი ძახი მე ესე ვიტყოდი რომ დედა ღვთისმშობლის და ჩვენი წმინდანების ლოცვით ჩვენი ისტორიის განმავლობაში იქიდან რაც მე ვიცი ჩვენი ისტორიის შესახებ ხო შესაძლებლობების ფანჯრები ჩვენ ქონდა ბევრად მეტი და ბევრად ხშირი ვიდრე ღირსეული მმართველები. ანუ აი თითქოს უფალი გვაძლევს რაღაცა პერიოდულობით აი ამ ფანჯრებს შესაძლებლობებისა რა და 1000 ერთხელ მას ემთხვევა გიორგი ბრწყინვალე, მას ემთხვევა ერეკლე მეორე. გესმის? და აი ეხლა ეს ხდება ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა და ყავს ხო გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა და ყავს 0 იმის ვაჭრობას გადაყოლილი მაყუთის კეთებას გადაყოლილი საკუთარი ჩრდილის მოშიშარი მმართველი და მისი პოლიტიკური გუნდი და ჩაგვივლის რა ეს ვაგონიც როგორც ასჩანს ჩაივლის რა ანუ ესეთი ის რომ სლენგი რო ვიხმარო ხაიაში ვართ რა ხო
აი, როგორც თითქმის ყოველთვის. ანუ ჩვენ რო ეხლა ყავდეს მართველი, რომელიც კუკუდამალობანას არ ემთამაშება თავის მოსახლეობას, აღიარებს, რომ ის მართველია. მოდი აქედან დავიწყოთ რა. ნუღა შეურაცხყოფ და თუ ხარ ქვეყნის მართველი, აღიარე რა ეგა. გესმის? აი მოდი აი ეს პირველი ნაბიჯი გადადგი. გესმის? და მერე გააკეთე ის, რაც მართველმა უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ჩვენი გაუბედურებული 400,000-მდე დევნილი სახლში დაბრუნება. და ნუ ინერვიულებ რამდენი ლაკა ხოშტარია, იკივლებს რამდენი მანქანის კაპოტზე, ამის თაობაზე. იკივლოს რა. ესა რა ქვია, ეგ ყველა საზოგადოებაში. ხო, ამითი ნუ შექმნით გზის წესრიგს ყოველ შემთხვევაში, ხო? ხო, აი დაიკაპიწე ხელები, გესმის და როგორც ლელობურთელმა გაარღვიე ეს გამოჩნდა რა, აი გაიხსნა. მეტი რა გინდა, კაცო, ეხლა რუსებმა ისა დაანახო მთელ მსოფლიოს, რომ ყველაფრის მიუხედავად ეთნიკური კონფლიქტი დაარეგულირეს და მშვიდობის ყოფილური პროცესი დაიწყეს და თან ამის სანაცვლოდ სამხრეთიდან მიიღო ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც ნატოში აღარ შევა. ეს არის, ნუ მაგათთვის აი სანატრელიც არ ქვია. გესმის და 2 წელია შეკაცო, 2 წელი კი არა, 12 წელია უკვე ამას გეხვეწებით. მაგრამ 11, მე 12 დაიწყება ახლა. მაგრამ ახლა ხო აი საერთოდ პიკში შევიდა ეს. მან ერთი მომენტია, ხო? ერთი მომენტია, მე არაფერი არ მომივა, როგორც ცნობილ ვოდევილში იტყვია, ხო? ეგ მომენტიც და მოგივიდეს, ამაზე ვარესი რა უნდა მოგივიდეს, როცა მთელი ცხოვრება ღობის უკან ცხოვრობ 200,000 მცველის ქვეშ. გესმის და ქვეყანა რომელიც შენ გაბარია ნარკომანდება კაზინოებში თავს იკლავს და ლპება და ნახევრდება მოსახლეობაში. აი ამაზე უარესი რა უნდა მოგივიდეს და რითი უნდა იამაყო მე შენ იმ ღმერთის წინაშე 1-2 რაღაც ქველმოქმედების პროექტით და იმითი რომ აი ამ საწყალ მოსახლეობას ცოცხები არ გაუყარე აი საღოლ რა აი თუ ეგაა შენი ისა კაი კაცობის ისა რა ქვია ბილეთი რა ღმერთმა შეგარგოს მაგრამ მე გეუბნები შენ რომ ქვეყანა გიკვდება თვალწინ ქვეყანას გაუჩნდა ოქროს შანსი და შენი სიმხდალის გამო ამ ოქროს შანსს არ იყენებ და ნუ იყენებ ბიძია წადი და დაგვანებე თავი რა აი ამ კლეპტოკრატიული ქართული ოცნების რაღაცა გაზულუქებული რაღაც იმის ბიუჯეტის ფულზე ტენდერებზე მაყუთ ნაშოვნი იმეებით რა ქვია ბოლო მერსედესის მოდელებით მოსრიალე ეს ფსევდო ელიტა ღუპავს ამ ქვეყანას გესმის ჯერ როგორი კომედიაა რომ უფროსი ყავთ რომელიც არ ყავს ოიძახიან ქვეყანას ნარკოტიკებში, კაზინოებში და უპერსპექტივო ეკონომიკურ მოდელში აღრჩობენ, გესმის? და სანაცვლოდ ამბობენ, რომ ეს თუ არ მოგწონთ, მიშას დაგიბრუნებთ. ანუ ყველაფერში საზიზღრები არიან, ღმერთო მაბადია რა. ხო შეიძლება რაღაცაში სიმპათიური იყო რა და აქედან ეს ჩვენი ისა გაწამებული ინტელიგენცია, რომელსაც ვერც დავზრახავ რა, იქ რაღაცა იქ ზოგს ბლოგერად დაიქირავებენ, ზოგს opinion maker-ად, ხო ვიცით ყველაფერი და მე როგორი მაინც კაცო, როგორი კაი ხარ, რა კაი ხალხია დაინგრა ქვეყანა. და დრო აღარ დარჩა და დუშაში გაუგორდა და ვერც კი გამოიყენა ეს დუშაში. ეხა რო ჩვენ რუსებს, მე კი არ ვამბობ რომ ეს ადვილი იქნება, მაგრამ ეხა რო ჩვენ რუსებს უბრალოდ მოვთხოვოთ, აი რასაც ჩვენ ვიძახით ამდენი ხანი. ისე ვაბრუნებთ დევნილებს თქვენივე იმითი ფინანსებით ვაშენებთ დანგრეულ სახლებს, თქვენივე ძალებით ვარეგულირებთ, რომ იქ არ იყოს რაღაც სეპარატისტული ისა ჩაგვრა ამ ჩვენი ხალხის, ვატარებთ რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება ნეიტრალური ქვეყანა. ეგ არის რუსებისთვის როგორი რაღაცა. იცი რომ აი უკეთესი საგარეო პოლიტიკაში არაფერი არ შეიძლება მოუვიდეთ. აგერ შეხედე დაღესტანში რა მოხდა, მაგრამ შენ გონია მაგათ არ იცი რა რომ კავკასიაში ბომბზეს ხედა? და კავკასიის მთავარი ქვეყანა დაიძმა კაც უნდა გაამთლიანონ მაგათთვის ახლა არის აი კი ძმაო იქიდან აწყავთ რომან გოცერიძეს პროტოტიპები და ლაკა ხოშტარიასი რომლებიც ზუსტად მასევე ყავთ ჩანერგილი ამერიკელებს 90-იანი წლებიდან გესმის და ზუსტად მასევე იყვირებენ ეს არ გვინდაო მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე ორი აზრი არ არის რომ მათ ეს აწყობთ და ვერსად ამას ვერ გაექცევი. აი ხვალ რო გამოვიდეს ირაკლი ღარიბაშვილი და თქვას, მე მივფრინავ მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის
და ირაკლიც არ უნდა წავიდეს, ბიძინა უნდა გამოვიდეს და თქვას, მე როგორც ჩრდილოვანი მმართველი ხდები ისევ de facto მესამედ მოსვლა, ბრუნდები პოლიტიკაში, მივფრინავ მოსკოვში, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვთხოვო, რომ დავაბრუნოთ ესენი რა. და ეხლა გვეცინება, იმიტომ რომ უტოპია და რატოა უტოპია? შენია ბურთი და მოედანი. აი ხვალვე შეგიძლია ეს გააკეთო. დაინიშნე პრემიერად ჩადი მოსკოვში და უთხარი პუტინს. ვაბრუნებთ დევნილებს, ვაფინანსებთ დასახლებების აღდგენას, ვატარებთ რეფერენდუმს. იმისი რა ქვიან, ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შესახებ. და არ ხდებით ანტიდასავლური და არ ხდებით აღარ ვიქნებით ანტირუსული. გესმის? და ეხლა ვართ ანტიდასავლურიც, იმიტომ რომ ხალხი გაწამებული იმითი, რაც ამერიკამ გაუკეთა საქართველოს სულ უფრო ძულს დასავლეთი და ანტირუსულიც. გესმის? კი. აი რა არის ნახავსი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის. ხო, ანუ საქართველოს მოსახლეობა ერთდროულად არის ანტიდასავლურის და ანტირუსულის და სწორი პოლიტიკის პირობებში შეგიძლია გახდეს პროდასავლურის და პრორუსული. იმიტომ რომ თუ ამერიკელებს აუწევთ ყურს და უბრალოდ აუგრძალავთ მათი მამათმავლების ჩვენ უნივერსიტეტებში მხარდაჭერას, მათი არასამთავროების გამარყვნელი იდეოლოგიის დაფინანსებას საქართველოში, საქართველო ისევ გახდება ამერიკის მეგობარი და ხალხი ამოისუნთქებს, გესმის? აი მოვაშოროთ ეს შხამიანი, ტოქსიკური, ლიბერალური მარაზმი, რომელიც მათ თვითონ ხოცავთ და ავიღოთ კი ბატონო უილიამ ფოლკნერის ლიტერატურა, სიმენსის ინჟინერია, გესმის? აი რაც გვიყვარდა რა, ბიტლსების მუსიკა, ან ჯემიროკვაის, არ ვიცი, ვინ უყვართ ახლა ჩამორჩი უსასრულოდ თანამედროვე მუსიკას, მაგრამ მე მგონი ვეღარც წერენ ეს გამათმავლებული ჰოლივუდი და დასავლელი მუსიკოსები, მარტო რიმეიკებს და სიკველებს. ხო, იმიტომ რომ ის სრული დეგრადაცია, ხო, ეს ხო ცხადია, ყველა ეს ეხლა იწყებენ უციგნური ხალხი ისტორიას ამ პირველ შემთხვევებზე და ვინც ისტორია წაკითხული გვაქვს, ვიცით რომ სინუსოიდა მდიდრდება, მამათმავდება და ინგრევა ნებისმიერი ცივილიზაცია. ხო ეგრეა. ხო და გასოდომით და დასავლური ცივილიზაცია ინგრევა, ვეღარც კინოს იღებს, ვეღარც მუსიკას წერს, ვეღარც ნახატს ხატავს, სრული დეკადანსია აქვს, გესმის და მოდი რა იმას ვქნათ, აი ეს მოვიშოროთ, რაც შერჩენიათ კარგი იმის რა ქვია, ელა ფიჯერალდის და ლუი ამსტრონგის დუეტებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, ლოკჰიდ მარტინის ტექნოლოგიებით დამთავრებული. ავიღოთ, გესმის და ზუსტად იგივე შევატრიალოთ რუსეთთან და საქართველო გახდება სამხრეთული შვეიცარია. ამისათვის ყველაფერი აქვს მას ჯიგარი, ყოჩაღი, მამაცი მმართველის გარდა. და მე კი არ გავიკითხავ, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი, მე ვიცი აი რა შხამი შემხვდა მე ჩემს ცხოვრებაში და რა სიმწარე და მე ხო არ ვიცი მას რა სიმწარე შეხვედრია, მაგრამ ბიჭო რო არ შეგიძლია ჩაიჩოჩი გადი რა, გადი დაგვანებე თავი. ყელამდე ვარ. გითხარი ორი ძეგლის ღირსი ხარ, თქო გიდას ორივე ძეგლის ღირსი ხარ. მიშას მოშორებისთვის და ქველმოქმედებისთვის, მაგრამ ნუ იზავ ისე რომ საფლავზე დაგადგას ხალხმა ეს ძეგლი რა. წადი დაგვანებე თავი რა. არ ვიცი ხარ ამდენს აკეთებენ ამ ბიტკოინებში და ამ ტრანზიტში, ნავთობპროდუქტების და რაღაც ჯანდაბაში, მაგრამ და ვიცი რომ არასდროს არ ეყოფათ რა. მაგრამ მე რო უყურებ როგორც მე საქმე, მე არაფერი არ მჭირდება. ეხლა შეიძლება რაღაცები არ მესმოდეს, მაგრამ იმის რა ქვია, ბიზნესის და საქმის კეთება, მე რო უყურებ ქართული ოცნების დეპუტატს თვალებში და ვარცხნილობაზე და ჩაცმულობაზე, ჩემთვის საერთოდ ყველაფერი გასაგებია ამ ადამიანზე რა. მე ვიცი ეს ვინ არის. ეს არის საშუალო დონის დელეცი. გესმის? რომელიც ისე ქვეშ-ქვეშურად აკეთებს ფულს, ისეთ პრიმიტიულ, სასირცხვილო რაღაცეებზე, რომ აი ფიქრიც არ მინდა მაგაზე რა. და ესვე ტიპი მერე რომ გამოდის და ჩვენ თუ არა ესენი მოვლენ და ეხა რა ქვია, ცოცხლებს გაგიყრიან ისე, ნუ მინდა რომ უბრალოდ ცოცხლით გავხვეტო ეს ხალხი ჩემი ქვეყნიდან, რომ ამასობაში დალპა ეს ჩვენი ქვეყანა, მაპატიეთ რა. ლევან, ჩვენ უნდა მივიდეთ ახლა დასასრულამდე ჩვენი გადაცემის და ეს პოზიტიური ისიც ვთქვათ, რომ იმედი ვიქონიოთ, ხალბატონო თამარ, რომ თქვენი არაჩვეულებრივი შეგონებით და რჩევებით და ლევანის ესეთი ძალიან ომახიანი შეძახილით შეიძლება რაღაცა შეიცვალოს მათ იმაში, ხო? და თუ გვისმენენ, მოისმინონ და სიკეთე გვინდა
ქვეყნის. ერთს დავაბატებ. კი ბატონო, აუცილებლად. ესე იგი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ძალთა გადანაწილების თვალსაზრისითაც და ეს ტიპიური, ესე იგი, დასავლური პოლიტიკა, მართვადი ქაოსის დანერგვა და შემდეგ ფიგურების დალაგება და აი ნახეთ ალიანსი ყალიბდება, ხო, ძალიან საფრთხის შემცველი დასავლეთისთვის. ეს არის ირანი, ეს არის ჩინეთი, ეს არის რუსეთი. ხო, ბრიქსის ქვეყნები. ხო, ნუ ეხა ინდოეთი იმდენად არ ერევა ამ პროცესებში, მაგრამ აქედან გამომდინარე, ეხა მე რატომღაც გონია, რომ რუსეთი მაინც ამ პროცესებიდან გამარჯვებული გამოვა და ვეთანხმები ბატონ ლევანს, რომ აი ეს ბიბლიური ჭეშმარიტება ქვების განბნევისა და შეგროვების შესახებ ძალიან აქტუალურია პოლიტიკაში. და აი საჭირო დრო, საჭირო ქმედება და აი ნამდვილად ახლა ის დრო არის, როდესაც პოლიტიკა არის ვაჭრობა, ხო? ოღონდ აი როგორც ამერიკელები ის ტრეიდ კი არა, ბარგენინგ, აი ეს პროცესია ვაჭრობის და აი ხა ძალიან მართლაც კარგი დრო არის და მე რატომღაც მგონია, რომ საქართველოს უნდა გამოიყენოს ეს დრო და შეიძლება ბევრი ის პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას, არა, შეიძლება რომ გადაჭრილი იქნას ჩვენ სასარგებლოდ. უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო ქმედების განხორციელება. თავარი. დიდი მადლობა ხალბატონო თამარ, მადლობა ლევან და მგონია რომ ძალიან საინტერესოა ეს ხალბატონ თამარს შოთა დიდი მადლობა. მადლობა მაყურებელს თუ გვისმენთ. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.